და დღის სხვა მთავარი თემები ვანო მერაბიშვილს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს აუდიტის სამსახურმა პროკურატურაში ახალი მასალები გადააგზავნა. მაკონტროლებელ უწყებაში არსებობს ეჭვი, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მილიონზე მეტი ლარი არამიზნობრივად დახარჯა. საუბარია იმ თანხაზე, რომლითაც ძალოვანმა უწყებმა დიდი ოდენობით კომპიუტერები და ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილები შეიძინა. დასკვნაში ფიგურირებს მერაბიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენ გიორგი კარახაშვილის გვარიც. ეს კომპიუტერები ვანო მერაბიშვილის მინისტრობისას ძალოვანმა უწყებამ თვითღირებულებაზე 30%-იანი ფასნამატით შეიძინა. ასეთია სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. მაშინ კომპიუტერები სამინისტრომ ორ ეტაპად იყიდა. ჯერ ტენდერის გარეშე, შემდეგ კი კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობაც მხოლოდ ვანო მერაბიშვილის მეგობრის, გიორგი კორახაშვილის კომპანია ЧПС ალგორითმმა მიიღო. გარკვეული შესყიდვები კერძო კომპანიებისგან განხორციელებულია გამარტივებული შესყიდვის გზით, იმ მოტივით, რომ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზი. მაშინ, როდესაც რეალურად ასეთი მიზეზი არ არსებობდა და არ არსებობდა აუცილებლობა, რომ ეს შესყიდვები განხორციელებულიყო ერთპირთან მოლაპარაკების გზით. კერძოდ, 2011 წლის ნოემბერში ЧПС ალგორითმისგან ერთპირთან მოლაპარაკების გზით სამინისტრომ შეისყიდა 5000 წელი პლანშეტური კომპიუტერი 2,775,000 ლარად. კონტროლის პალატის დასკვნაში სხვა დარღვევებზეცაა საუბარი. სამინისტრომ ალგორითმის გარდა ფასნამატით შეიძინა ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილები საქართველოს ფოსტიდან და ЧПС Magic კომპანიისგან. 2011 წლის სექტემბერში ЧПС Magic კომპანიისგან შესყიდულია სიჩქარის მზომი რადარები 2,49,900 ლარად. ЧПС Magic კომპანიისთვის ფასნამატის სახით გადახდილია 551,880 ლარი. შესაძლოა თუ არა მერაბიშვილს არაეკონომიური ხარჯების გამო ბრალი დაუმძიმდეს. ამ კითხვას დღეს მისმა ადვოკატმა უპასუხა. თუ ბარსა პროკურატურაში მიდის ეს მასალები და პროკურატურა ჩათვლის, რომ ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება, თუ ჩათვლის რომ უნდა გქოს, ეს მათი პრეროგატივაა. მე ვერც უარყოფ და ვერც დავადასტურებ, ხო იმას რა იზავს პროკურატურა. საქმეზე მერაბიშვილთან ერთად ჩვენების მიცემა შესაძლოა მის მეგობარს გიორგი კორახაშვილსაც მოუწიოს. კორახაშვილი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მეგობრობის ფაქტს არასდროს უარყოფდნენ. სწორედ მერაბიშვილთან მეგობრობას უკავშირდებოდა გიორგი კორახაშვილის სხვადასხვა ბიზნესში გამოჩენა. კორახაშვილი 2011 წელს ტელეკომპანია იმედის აქციების 30%-ის მფლობელად გამოცხადდა. პარალელურად კი კომპანია ალგორითმი კომპიუტერულ ბიზნესში ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე გახდა. პროგრამა კომპიუტერი ყველა სპარგლებში კორახაშვილის კომპანია პროდუქტს შეღავათიან ფასად ყიდდა. პირველი კლასის მოსწავლეებს კი ეგრეთ წოდებულ ბუკებს საჩუქრად ურიგებდა. სერვისი იქნება აუდიტის დასკვნა პროკურატურას გადაეგზავნება. ის შემდეგაც ცნობილი გახდება კონკრეტულად ვინ აგებს პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 1,660,000 ლარის არაეკონომიურ ხარჯვაზე.